საქართველოს მარეგულირებელმა კომპანიამ Global TV 5000 ლარი დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს იქნა მიიღებული. ოფიციალური ინფორმაციით საკაბელო კომპანია შეფესე რეალკომის კუთვნილ რადიო სიხშირის სპექტრზე ხელი შეშლის გამო დაჯარიმდა. Global TV-ს დაეკისრა 5000 ლარის ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 154 პრიმა მუხლის თანახმად. ეს არის ერთ-ერთი თქვათ მიმართულება იმ ფრონტისა, რომელიც შექმნილია Global TV-ს წინააღმდეგ და მიზანდასახურად ხდება თქვათ ჩვენს წინააღმდეგ რაღაც გარკვეული თქვათ ესეთი პრობლემების შექმნა. ყველა მიმართულებიდან. მას შემდეგ რაც გააქტიურა Global TV-მ თავისი საქმიანობა საქართველოს რეგიონებში მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებით საგრძნობლად გაიზარდა სახელმწიფო დაწესებულებების გადაწყვეტილებების რაოდენობა და მათი დაინტერესება Global TV-ს მიმართ. რაც ვფიქრობთ, ჩვენი მხრიდან, სამოქალაქო სექტორის მხრიდან საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რათა არ მოხდეს ამ კომპანიის არამარწმუნებელი საქციელების შემთხვევა.